მშვიდობის საქართველოს დღეს 30 იანვარია უყურებთ კურიერს 9 საათზე. რაგზებით ცდილობს ევროკავშირი საქართველოში მოქმედი კანონის გვერდისავლით ფული მიაწოდოს მისკენ მიმართულ NGO-ებს. ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა ფოტომასალა და რეგისტრაციის დოკუმენტაცია წარადგინა, რომლის მიხედვითაც ქართული არასამთავრობო სექტორისა და ონლაინ გამოცემების წარმომადგენლები რეგისტრირებულები არიან ესტონურ მისამართებზე, ესტონური პირადი ნომრებით. საუბარია ორგანიზაციებზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და ევროპული ორბიტა, ასევე გამოცემებზე პუბლიკა ტაბულა და ონჯი მათთან ერთად ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური, ალექსანდრე ბარამიძე, მიხელ ბენიძე დოკუმენტებში ასევე ფიგურირებენ ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი და მისი მეუღლე. ეს გახლავთ საერთაშორისო გამჭვირვალობის ესტონეთის ოფისი. ნინო ლომჯარიას ევროპული ორბიტის ესტონეთის ოფისი. ეს გახლავთ იგივე მისამართი, გახლავთ ეგრეთ წოდებული მედია სინამდვილეში პროპაგანდის ინსტრუმენტი პუბლიკას ესტონეთის მისამართი და კიდე რამდენიმე სხვა ასეთი ორგანიზაციას. აი ეს არის, რასაც აკეთებს დღეს ესტონეთი საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც ყალბი ორგანიზაციები ფუძდება იქ, თითქოს ისინი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, Z-ხედსაც გაჩვენებთ თუ გინდათ და Google Maps-ში იძებნება ლიანდაგის გვერდზე არსებული რაღაც დანგრეული შენობა და ამას გვეუბნებიან, რომ ეს არის ესტონური ორგანიზაცია. არის დოკუმენტები ამ ყველაფრის. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ესტონეთის მისამართზე, ქალბატონი ეკა გიგაური და ალექსანდრე ბარამიძე არიან რეგისტრირებული. საქართველოს ევროპული ორბიტა, ნინო ლომჯარია, მიხელ ბენიძე. აქ საინტერესო ის არის, რომ ესტონეთი ესტონური პირადი ნომრები აქვს მითითებული და ქართული პირადი ნომრები, არ ვიცი იქ რა სამართლებრივი სტატუსი აქვს მოპოვებული ესტონეთში, ესეც კიდე ცალკე საკითხი არის. პუბლიკა გამოცემა ესტონური მედია გამختარა, ონჯი გამოცემა ესტონური მედია გამختარა, ტაბულა მედია ესტონური მედია გამختარა და კიდე ერთი საინტერესო ადამიანიც არის აქ. ჩვენთვის როგორც მედიცინის მუშაკად წარმოდგენილი და BBC-ს ფილმის საქართველოს წინააღმდეგ ცილისწარმოების ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მედიცინის მუშაკი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, კონტენტ კრეატორი, NGO-შნიკი აღმოჩნდა ქალბატონი კონსტანტინე ჩახუნაშვილი და მისი მეუღლე. ესენიც ესტონური NGO-ები არიან, თურმე ეს ის ხალხია, რომელზე დაყრდნობითაც ცილი დასწამეს საქართველოს, რომ თითქოს პირველი მსოფლიო ომის იარაღია გამოყენებული. აი ეს სქემები არის დღეს ევროკავშირის სქემები საქართველოს პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად. ქალბატონი კაია კალასი პრემიერ-მინისტრობის დროს დარეგისტრირდა აქ საერთაშორისო გამჭვირვალობა. მისი პრემიერ-მინისტრობის დროს. ასე რომ ამაზე გაგვცეს პასუხი ქალბატონმა კაია კალასმა, ეს თაღლითური სქემები რანაირად აეწყო ესტონეთში, როდესაც ყალბი ორგანიზაციები ფუძდება იქ და დიდი ალბათობით ხდება ფულის გათეთრება და ფულის გათეთრებით პოლიტიკაში და ასევე უკანონო ფულის ხარჯვა პოლიტიკაში. ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების და ეგრეთ წოდებული შავი ხვრელების ამოვსების მცდელობა ასე აფასებენ უმრავლესობაში ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის განხილვასაც პარლამენტი მომავალ კვირას დაიწყებს. ინიციატივის მიხედვით ცვლილებები შედის გრანტებისა და პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში. რეგულაციები წესდება მეწარმე იურიდიული სუბიექტებისთვისაც, თუ საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების ან უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით ერთი პირი მეორეს ფულს გადასცემს, ტექნიკურ დახმარებას ან სხვა ტიპის მომსახურებას გაუწევს, ეს გრანტად ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში დაფინანსების მიმღები დაჯარიმდება ან 300-დან 500 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მოუწევს. უკიდურეს შემთხვევაში კი 6 წლამდე ვადით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. რევოლუციური პროცესი განავითარეს და რასაკვირველია ამას უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფო კონკრეტული კანონებით. როცა ჩვენ ავლაპარაკდით იმაზე, რომ გამჭვირვალობა აუცილებელი, გითხრეს, რომ გამჭვირვალობა არ არის თურმე ევროპული სტანდარტი. კონკრეტული პირები ეწეოდნენ ინტენსიურ მუშაობას იმისათვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მომხდარიყო კონკრეტული პოლიტიკური მიზნით. ხელშეწყობა ჰქონდათ ფინანსური 20%-ს აჭარბებდა მათი დაფინანსება უცხოეთიდან. რასაკვირველია, ეს ადამიანები არც ძნეს არ იცვლიან, არც ფერს არ იცვლიან. და მათი მონაწილეობა, მათი გადანაცვლება, ტრანსფორმაცია პოლიტიკოსებად, რასაკვირველია, არ შეესაბამება იმ ინტერესს, რაც შეიძლება კონკრეტულ ქვეყანას გააჩნდეს. ეს არის გამოწვეული მხოლოდ და მხოლოდ ოცნების შიშით, რომ
ხვალზე რამდენიმე წლის შემდეგ თუნდაც საქართველოში იქნება ძლიერი სამოქალაქო სექტორი, ძლიერი დამოუკიდებელი მედია, რომელიც დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე დაამარცხებს სამართლიან არჩევნებში ოცნებას. ამიტომ ოცნება თავიდანვე ღებულობს ზომებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაიხანგრძლივოს ძალაუფლება. ვიღაცები იმუქრებიან, რომ შავხრელებს იპოვნიან და ისე შემოიტანენ ფულს საქართველოში მდიდარი NGO-ებისთვის. გრანტები უნდა შეთანხმდეს მთავრობასთან, მთავრობა რა თქმა უნდა ყველაფერზე თანხმობას გაცემს, რაც იქნება დაკავშირებული ჩვენი ქვეყნისთვის საკეთილდღეო, თუ კომპანიის დამფუძნებელი იქნება ის თუ დირექტორი თუ თანამშრომელი გადაწყვეტენ რომ რაიმე ტიპის ჩარევა მოახდინონ პოლიტიკაში, მათ ეს შეუძლიათ გააკეთონ საკუთარი სახელით, საკუთარი ასე ვთქვათ ქმედებებით. ქართული ოცნება განათლების რეფორმის ცვლილებებზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს. უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი ტექნიკური უნივერსიტეტის და სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებას გეგმავს. გუნდში აცხადებენ, რომ მიზანი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ცვლილებები განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს ვერ აღმოფხვრეს. შეგახსენებთ, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელის ქვეშ უნდა გაერთიანდეს დედაქალაქის ორი ყველაზე მსხვილი სახელმწიფო უნივერსიტეტი, თესეუ და ტექნიკური უნივერსიტეტი. ორ სასწავლებელს ჯერ დროებით დანიშნული სპეციალური საბჭო ხელმძღვანელებს, შემდეგ კი დაინიშნება რექტორიც. უმაღლესი განათლების გარდა რეფორმა ეხება საშუალო სკოლებსაც, სადაც 2027-28 სასწავლო წლიდან 12 ნაცვლად 11 წლიანი სწავლება შემოდის. რაც შეეხება დაწყებით კლასებს, ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება. ეს ცვლილება უკვე 2026-27 სასწავლო წლიდან, ანუ შემოდგომიდან ამოქმედდება. იმ დადგენილებაში, რომლითაც ეს რეფორმა დაანონსდა, აღიარებს ხელისუფლება, რომ კატასტროფულ მდგომარეობაშია განათლების სისტემა, თუმცა გამოსავლის გზები, რომლებსაც ის სახავს, საერთოდ არ არის მიმართული ამ პრობლემების აღმოფხვისკენ და ყველაფერს თუ დავაკვირდებით, ყველაფერს აშკარად ქვეტექსტად უდევს ის, რომ განათლების რეფორმამაც, ასე ვთქვათ, უნდა აჩვენოს საზოგადოებას, ვინ არის მთავარი ქვეყანაში, ვინ იღებს გადაწყვეტილებას და ვის უნდა ემორჩილებოდეს და ექვემდებარებოდეს მთლიანად სისტემა. არც პროფესურის, არც სტუდენტების შემცირება არ იგეგმება, ეს არის მიმართული მხოლოდ გაძლიერებაზე. მიზანი და მიზეზი გამომწვევი არის ხარისხის გაუმჯობესება და ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქის პრინციპს სრულ შესაბამისობაში არის ამ პრინციპთან, იმისათვის რომ იყოს ერთი ძირითადი უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს როგორც ტექნიკური მიმართულება, ასევე ჰუმანიტარული. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე სტაბილური პლატფორმა აზიური ბიზნესისთვის საქართველო ამ შინაარსის შემცველ სტატიას სამხრეთ კორეული გამოცემა აქვეყნებს. ირკვევა, რომ საქართველოსა და კორეას შორის მიმდინარე წელს ხელი მოეწერება ყოველის მომცველ ეკონომიკურ პარტნიორობის შეთანხმებას. პარალელურად კი შუა დერეფნის მეშვეობით თბილისი ხდება მთავარი რგოლი კორეული ექსპორტისთვის ევროპისკენ. პროცესი კიდევ უფრო აჩქარეს საქართველოში სეულის საელჩოს გახსნა და დაგეგმილი პირდაპირი ფრენები. სტატიაში გამოყენებულია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ინტერვიუც. ნიკოლოზ სამხარაძემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში მოქმედ დაბალ გადასახადს და აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველომ უკვე უმასპინძლა 31,000-ზე მეტ კორეულ ტურისტს. ითქვა ისიც, რომ თბილისში წარმომადგენლობის გახსნა კორეულ კომპანიებს კონკრეტულ უპირატესობას მისცემს. უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ მარტივად დაუბრუნდნენ მეზობელ ბაზრებს. დონალდ ტრამპის თხოვნით ვლადიმერ პუტინი მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში კიევზე იერიშს არ მიიტანს. ინფორმაციაში ერთებული შტატების პრეზიდენტი ავრცელებს. კრემლში კი აცხადებენ, რომ ჯერ ცნობას ვერ დაადასტურებენ. კიევი არა, თუმცა რუსეთის თავდასხმების სამიზნე გახდა ზაპოროჟიეს ოლქი, სადაც დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. პარალელურ რეჟიმში უკრაინისთვის კვლავ მთავარ გამოწვევად ენერგოკრიზისი რჩება. ქვეყნის უმეტეს რეგიონში მოსახლეობა ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი, იმის ფონზე, რომ ტემპერატურა -20 გრადუსამდეა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუს ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭეს. აცხადებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასის თქმით, რეპრესიები პასუხგაუცემელი ვერ დარჩება და ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს კლავს, საკუთარი აღსასრულისკენ მიისწრაფვის.
მეხანძრეების პროტესტი საფრანგეთში ქალაქ ლილში ასობით მეხანძრე მაშველი რესურსების ნაკლებობასა და ცუდ სამუშაო პირობებს აპროტესტებს. მედიის ცნობით აქციის დროს გადაიკეტა ქალაქის ცენტრალური გზა საბურავებსა და ნაგვის ურნებს კი ცეცხლი წაუგიდეს, რამაც სიტუაცია გაამწვავა და დემონსტრაცია აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 10 საათზე.